დედისა და სულისად მისად. საგალებაში მოყვანილი მაგალითი რომ მე მშობელმა მიიღვანა შვილი შეღრუბელი იყო და უთხრა მოციქულებმა ილოცესო და ვერ დაეხმარებოდა უფალი კიდე განდენეს მისგან ბოლო ცურსა და იტყვის რომ საჭიროა ისო ლოცვა და მარხვა იმიტომ რომ ბოლოდი სული გაენდევნება ლოცვა და მარხვითოდა ჩვენ როცა ოჯახში ვყავ შეღრუბელი რას ვაკეთებთ ვეთებულის ლოცვაზე მიყავს არის მამაკაცი კითხულობს ეგეთ მეფეები კითხულობს მოზღუდები კითხულობთ ვეთებულის ლოცვას მაგრამ თუ ეს არის რა ქვია კიდე მოზღუდთან მიდიან ეს არის შეგრძნებული ლოცვა ესე იგი ეს ჯადოა გაკეთებული სახარებას დაადებს მოზღუდი და უკითხავს მოზღუდთან უნდა მიიყვანო და საქმე უნდა თუ ჯადოა გაკეთებული საქმე უნდა აკუთრებინოთ მაგრამ არის რომ ცოდვებისაგან მოხდება ადამიანის შეღრუბილი შეღრუბილი კიდე რა ის ბურთი სულის შეგით არის მაშინ არის შეღრუბილი მაგრამ ბურთი სული ყველა ადამიანზე მოქმედებს გარედან შეღრუბილი ვარა ისინიც და გარედან მოქმედებს საიდან ჩანს აი 70 წელი ახლა როცა საკითხობთ გივარდაგა საქართველოში ვინოს ვეთქვა ოფიციალურად მასმედიაში ან სკოლაში ან სამსახურში ხმეთი არისო იჟი იყო და ჩამოჩენილი და სამსახურიდან მოსიდნენ სულიდან გარაცხადნენ პროფესორი და მასწავლებლები და ვასწავლდნენ რომ ეს ცხოვრება წარმოიშვა აფეთქებიდან და ადამიანი მაიმუნისგან გარედან ესე გავლენა ხდება ეს მაგრამ ახლა კი არ ხდება კომისიის უბრალოდ ან ახლა ზოგიერთ ქვეყნებში ოჯახი ქვია ორი კაცის ერთობას ორი კაცის ეს ყოველთვის იყო მაგრამ ცოდვად არ იქნება ეს არის გასაკვირი მაგრამ გასაკვირი არაფერი არა იმიტომ რომ ეს როდის იყო მაგრამ ახლა კი არა 21 საუკუნეა და ეს პროგრესი გონია სიზუამუშებას მისაღები გახდა ზოგიერთ ქვეყნებში და ამ დროს არ არის ცოდვა და ამ დროს ეს ახლა კი არ ხდება მაგრამ 21 არის უბრალოდ ტექნიკური პროგრესია მაგრამ სულიერებაში არაფერი არ ხდება ახალი როდის იყო ნოე და მარტო ნოე იყო ღმერთთან როდის იყო ლუთის ოჯახი მარტო ლუთის ოჯახი იყო ღმერთთან ესე იგი ეს რატო ხდება უმეტესობა წერია წუთისობელი ბროდება წუთისობელს არ გусმება ესე იგი ადამიანები ადამიანებად და ამის შემდეგ ხშირად არ არიან ღმერთთან და ღმერთის მაგერად ემსახურებიან ეშმაკს ემსახურებიან ეშმაკს კიდე რას ქვია აი 70 წელი რა იყო ეს ესე იგი ვარყოფილი იყო ღმერთი წარმოიდგინეთ მაგრამ ეს წერალი იყო მსახიობი იყო თუ პოეტი იყო ახლა რეჟისორი იყო ახერხებდა იმას რომ თავისი შემოქმედებით ესე იგი ეს არის იმას რაც ღარიბაში წერია იმას გადაცემდა თავის იმაში რა ქვია კინო იყო თუ თეატრი იყო თუ ეგ მშვიდობიანი იყო ყველაფერი 70 წელი ესე იგი იმ დროს როცა ბიბლიის ცოდნა არ იყო ადამიანი ვისაც ესე იგი ვიშის ხმეთი იყო მაინც იმას გამოხატავდა იმაში რა ქვია შემოქმედებაში რაც ღმერთს ესე იგი მედიცინაში მართალია და ახლა რა ხდება ეს შეიძლება რომ ეს 55 წელი როდის რაღაც 55 წელს უკრება ალინდარეს იყო თავმჯდომარე ცეროსი ოზნეობა შემშილობა ნაციონალური შულები და რუსოფობია და ასე იყო საბჭოთა კავშირის ამერიკაფობია იყო ესე იგი რა არის ადამიანი როცა გუშხმეთი არა ორი სხვა ის არ არსებობს ადამიანი ან ღმერთის ქვეშა ან ეშმაკის ქვეშა და როცა ადამიანი ღმერთის ქვეშ არის სიძულვილი ხრება და ღმერთის გარეშე კიდე კომუნისტები სიტოს ითესებოდა სიძულვილი კაპიტალისტებისადმი და ახლა კაპიტალისტების ფულს ჭამთ ითესება სიძულვილი რუსებისადმი იმიტომ რომ მოწინააღმდეგები არიან და როცა მოწინააღმდეგები არიან თუ გუშინეთი არა არის სიძულვილი ზიზღი ეს ჩანს იმაში რა ქვია მასმედიაში როგორ ესე იგი როგორ სიძულვილს გამოხატავენ ერთმანეთისადმი სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების მქონე ადამიანები მაგრამ თუ გუშინეთია სიძულვილი არ იქნება და ეს კლავდა დავით მეფეს ფიზიკურად ვახტანგ გორგასალის
ერეკლემებებს, მაგრამ კი აზუდათ ისინი. ისინი იცავდნენ, რატო კლავდნენ? იმიტომ რომ იცავდნენ ქალებს, ბავშვებს სარწმუნოებას. დღეს ახლა ფიზიკურად დაგვჭირდება ჩვენ, ფიზიკურიდან თუ და საჭირო იქნება დაგვჭირდება ხმის აღება, მაგრამ სულიერ მტერს ფიზიკურად ვერ მოერევი, სიზღით ვერ მოერევი. მოერევი მაგალითია იუსტინა, მაგალითია იმისა, რომ სულიერ მტერი კიპრიანი ჯადოქარი. იუსტინას დოსტიკარება მტერ მოსამის, იგი ჩვენ ეს თქვენა ფიზიკური იყოს, უნდა სულიერ იყოს, მოერევით, ლოცვით და მარხვით, მოხსენიებით, არა სიზღით, არა სიზღით. და ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ხებს ცუდად კარგად რო ვიცევითო ყველას, იმიტომ მარტო ცუდად პირიქით. ახლა რაც ხედება, მასმედია მიაღწია იმას, რომ კარგად კი არ ვიცი, ეს იყო კომისიის წყობის დროს ასეთ იყო გარჩევა ეროვნების. ყველას მიყვარდა ერთმანეთი. ახლა მასმედია მოიტანა სიძვილი რა შვეშია ეროვნება, რა შვეშია სიძვილი. სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდით თბილისში, მაგრამ ერთმანეთი აღზევდა. ამას აკეთებს ყველაფერს, ისე იგი ის მასმედია ყველა კი არა. ვიშიც ხმეთი არ არის. სიძვლის სიზღით ესება სხვა პოლიტიკური მოსაზრებისადმი ეს საზოგადოებაში გადადის. ასევე ხშირად ვამბობ რუსებს რატო? იმიტომ რომ კი არა რომ რუსები ჯობია ხოს, იმიტომ რომ 30 წელია ეთესება სიძვლის რუსებისადმი და ზოგი შეიძლება ღვთისმსახური იყოს და ზრდეს, ესე იგი, ეროვნება. როგორ შეიძლება ეროვნება გზურდეს? როცა მამაოჩინო ყველა მისით რა წერია აბატი, როგორც აბატია. თუ ერი გძურს, საწახვა მაშინაც და ეს ზოგიერთი რომ ფიქრობს, როგორ არის ჯოჯოხეთი, როცა ღმერთის სიყვარულია. შენ თავი შეხედე, თუ ხარ სიზღუში, თუ ხარ შურში, თუ ხარ ზიზში, როგორ მეიცდები ეს ხო სული მდგომარეობა, როგორ იქნება სამოთხეში. ამიტომ ღმერთს მხოლოდ სიყვარულის ნიჭი, რომელიც გადაგვაჩენს ჩვენთან არის ღმერთი.